წუთებში გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის სასამართლოს სხდომა. პროცესი ცოტა ხნის წინ დროებით შეწყდა, რადგან უკრაინელმა ბრალდებულებმა თარჯიმნის აცილების საკითხი დააყენეს. აცილება მოითხოვა თარჯიმანმაც, რომელიც როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, ბრალდებულებს სხდომაზე შეურაცხყოფას აყენებდა და სრულყოფილად პროცესს არ უთარგმნიდა. დღეს იკითხებიან კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები, რომლებმაც ბრალდებულებს შორის დამნაშავე ვერ ამოიცნეს. თუმცა ბახუტაშვილი მოგუყვება მოწმეთა დაკითხვის დეტალებს, რომელსაც ვერც ვიღებთ და ვერც გიჩვენებთ. კეთი, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სინდისის 11 პატიმრის სისხლის სამართლის საქმის განხილვა, თუმცა მანამდე სანამ სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებ გეტყვით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთი პროცესი გაიმართა, მათ შორის იყო კიდევ ერთი სინდისის პატიმრის ნიკოლოზ კაციას სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მოისმინა დაცვის მხარის მოწმის ჩვენება. მაგდა ვასაძემ მისცა ჩვენება სასამართლოს წინაშე, ის იყო ნიკოლოზ კაციას მინდობილი პირი, რომელმაც გამოითხოვა მონაცემები მაქტიკომიდან და ასევე ტაქსის კომპანიიდან, რომელთაც გადაადგილდებოდა ნიკოლოზ კაცია დაკავების დღეს და ამბობდა დაკავების პირველივე წუთებიდან, რომ ის სწორედ ტაქსიში დააკავეს და მითითებული ოქმებში დაკავების ადგილი იყო სრულად ფორმალური, რეალურად კი ის ტაქსიდან გაიტაცეს. დღევანდელ სხდომაზე მოწმის მიერ მიცემულმა ჩვენებამ ადვოკატის შეფასებით პრაქტიკულად დაადასტურა ნიკოლოზ კაციას ეს ვერსია. მნიშვნელოვანი იყო ასევე მაქტიკომიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ადვოკატის თქმით ადასტურებს იმას, რომ იმ დროს, როდესაც ოქმების მიხედვით ნიკოლოზ კაციას ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში და გათიშული უნდა ყოფილიყო, მას ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა და სავარაუდოდ ტელეფონი არ ყოფილა დალუქული. ამის შესახებ კომენტარი ჩვენთან გააკეთა ადვოკატმა და თქვა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა დღეს სხდომაზე მოწმემ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში ამ ინფორმაციას გავლენა უნდა ჰქონოდა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე მაგდა ვასაძე, რომელიც უშუალო მონაწილე არის საგამოძიებო მოქმედებების, რომელიც ჩატარებული იქნა ჩემს მიერ. კერძოდ გამოთხოვილი იქნა დეტალური ამონაწარი სატელეფონო, ასე ვთქვათ, ანძებიდან, ასევე მან მიიღო უშუალო მონაწილეობა ტაქსის აპლიკაციის დათვალიერებაში. ტაქსის ბრძოლის მანქანაში მოხდა მისი დაკავება და შემდგომ გვერდით ახლოს ჩიხში მოხდა სხვა მანქანაში მისი გადასვლა და წაყვანა შემდგომ უკვე შემთხვევის ადგილზე და სადაც მოხდა მისი ფაქტობრივი ფორმალური დაკავება. ის მოწმე, რომლის თანდასწრებით ნიკოლოზ კაცია დააკავეს და შემდგომ უკვე მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, სასამართლოზე ის აღარ დაიკითხება, ისევ და ისევ სასამართლოს პასუხიდან გამომდინარე. წარმოადგენი ასევე სკრინები და რუკა, საიდან სადამდე გადაადგილდა ნიკუშა იმ ღამით და ასევე მაგთის ამონაწერი მაგთის ოფისიდან, სადაც წეს ნიკუშას ტელეფონი უნდა ყოფილიყო დალუქული, თუმცა არ იყო ნიკას ტელეფონი დალუქული, შესაბამისად 8-ში და 9-ში ნიკუშასთან შედიოდა iMessage-ები, ანუ ტელეფონთან ინტერნეტს ჰქონდა წვდომა. ასევე ამოვიღე ტაქსის გადაადგილების ინფორმაცია. ნიკუშა თავიდანვე ამბობდა, რომ აიყვანეს ის ლესელიძის 12 ნომერში და გადაადგილება იყო მერვე კვარტალის 19 კორპუსთან. შესაბამისად ნიკუშა რასაც ამბობდა, დასტურია ეს ამისი, გამოდასტურებელია ჩვეულებრივად იმისა, რომ ნიკუშა ნამდვილად იმყოფებოდა ტაქსში და ტაქსიდან არის გადაცებული. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება სინდისის 11 პატიმრის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომაზე გდდ-ს თანამშრომლები, სპეცრაზმელები იკითხებიან, რომლებსაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვთ. ამ წუთებში ჩვენებას აძლევს სპეცრაზმელი გიორგი გობრონიძე, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ პიროტექნიკის შედეგად დაზიანებები მიიღო და მიყენებული ჰქონდა დამწვრობა. მანამდე კი დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე, ლაშა გელაშვილი, რომელმაც სასამართლოს წინაშე ჩვენება მისი დაზიანების შესახებ მისცა. ადვოკატებსაც და თავად ბრალდებულებსაც არაერთი კითხვა ჰქონდათ მოწმესთან, რომელიც ამბობდა, რომ 30 ნოემბერს იმყოფებოდა პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და გარედან ნასროლი ქვა მოხვდა ფეხის არეში და დაზიანდა. მოწმემ დღევანდელ სხდომაზე არაერთხელ ახსენა, რომ მას პრეტენზია ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც ის და მისი კოლეგები დააზიანეს, თუმცა მან ვერ შეძლო რომელიმე
ვინმე ბრალდებული ამოეცნო დღევანდელ სხდომაზე, თუმცა ის აფიქსირებდა პოზიციას, რომ პრეტენზია ჰქონდა იმ ბრალდებულებთან, რომლებსაც ბრალიანდებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. სწორედ ამასთან მიმართებით კითხვები დაუსვა ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოწმე პოლიციელს, გედედეს თანამშრომელს. ძალიან საინტერესო იყო მათი დიალოგი. ჩვენ ვერ ვახერხებთ სხდომების გადაღებას, თუმცა ციტატები შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ვიღაცა თქვენი თანამშრომელი თუ დაზიანდა მაღაზე თუ გული შეგტკივათ, მაგაზე ვერ იტყვით, იურიდიულად პრეტენზია მაქვსო, ეგრეა. მე მგონი სწორედ ვამბობ. ერთი წელიც არ მისწავლია იურიდიულზე. მაინტერესებს, რის მიხედვით მოქმედებდით აქციაზე. ორგანიზება სჭირდება ამ ყველაფერს და ვისაც რა მოუნდება, იმას აკეთებს. სამოქმედო გეგმა უფროსის დავალება გაქვთ? ორგანიზება სჭირდება? დავალებას ვიღებთ უშუალოდ უფროსისაგან. დაორგანიზებულია წინასწარ. მაგას მე არავინ მეკითხება, დავალებას ვასრულებ. ორგანიზება და მსგავსი რაღაცები მე არ მეხება. ეს დავალება რომ შესრულდეს, არის თუ არა საჭირო რომ კომუნიკაცია შედგეს? კი, თავისთავად. თქვენ თქვით პრეტენზია მაქვს ამ ბრალზე ორგანიზებულ დანაშაულზეო. ჩვენ აქ არავინ არ ვიცნობთ ერთმანეთს. გამარჯობა კი არა, ერთი ასო არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ორგანიზატორებას ვისაც აბრალებთ ამ საქმეში, მათ შესახებ ტელევიზორით გავიგე. ამას გეუბნებით, იმიტომ რომ გაიაზროთ რას გვედავებიან. მანამდე კი განცხადების უფლებით ისარგებლეს უკრაინის მოქალაქეებმა, ბრალდებულებმა, სერგეი კუხარჩუკმა და რუსლან სივაკოვმა მათ სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რომ დაუშვას მედია სასამართლოს ხდომებზე და შეძლოს მედიამ სასამართლო პროცესების გადაღება. განცხადებაში ნათქვამი იყო ის, რომ ოჯახის წევრებს მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით შეეძლოთ მათი ნახვა, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ და ახლა ისინი ამ შესაძლებლობასაც არიან მოკლებულნი, ისინი ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას და სწორედ ამიტომ ითხოვეს მედიის დაშვებას ხდომათა დარბაზში, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არც კი განიხილა. მან თქვა, რომ სასამართლოს ნამსჯელი აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოსამართლე გალუსტაშვილმა კიდევ ერთხელ მოიხსნა პასუხისმგებლობა მედიის ხდომათა დარბაზში მოხვედრასთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მე სერგეი კუხარჩუკი უკრაინის მოქალაქე მიმართავს სასამართლოს დარბაზიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ დაუშვან საზოგადოებრივი არხები და რეპორტიორები, რომ რაც ხდება გადმოსცენ, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები, მე და რუსლან სივაკოვი. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, რომ შეძლონ ჩემი სასამართლოს ხდომის ნახვა და იყვნენ საქმის კურსში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ორგანოები ჩემს ამ საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინის საელჩოს. გთხოვთ პატივცემულო მოსამართლე, დაუშვა ტელევიზია, ვინაიდან მე მიზეზი მაქვს. დედაჩემი იქ არის, დანგრეულ ქალაქ ვოლჩანკასთან. იქ არ არის ტელევიზია, არ არის კავშირი, მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს და ამ თხოვნით მოგმართავთ, რომ მან შეძლოს ჩემი ნახვა. ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას. საქართველო, მიყვარხარ. 11 პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, როგორც უკვე გითხარით, ახლა ჩვენებას აძლევს გედედეს თანამშრომელი სპეცრაზმელი გიორგი გობრონიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ დაზიანება აქციაზე მიიღო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად და მას ჰქონდა დამწვრობა სხეულის სხვადასხვა არეში. პროცესი გრძელდება, დღეს ბრალდების მხარემ ორი მოწმე წარადგინა დასაკითხად, ორივე მოწმე იყო გედედეს თანამშრომელი, რომლებმაც მიაწოდეს საკუთარი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ამ დრომდე ვერც ერთმა მოწმემ მათაც ვერ შეძლეს ბრალდებულთაგან რომელიმე სამოცნობა.